ამდენი წლის განმავლობაში ეს ცხიმი გროვდებოდა, ეს ცელულიტი გონია რომ გუშინ დაინახა და გუშინ წინ გაჩნდა და არის მრავალი თვის, მრავალი წლის ჩამოყალიბებული და უშუალოდ 3 წლის ჩამოყალიბებული ცელულიტი და გამოჩნდა პირველი სტადიის შემდეგ მეორეზე გადავიდა, გამოჩნდა იქ ჰორმონალური ცოტა დისბალანსი მოხდა, რა მიჩინა თავი. ასეთ დროს უნდა რომ ორ კვირაში იყოს კარგად, რანაირად. უკან დაბრუნებას და გადახვევას, ასე ვთქვა და დაჭირდება დრო. რომელი დროს დაახლოებით 2 თვიდან 3 თვემდე იწელება ხოლმე. რატო ინიშნება ეს პროცედურები კვირაში 2-ჯერ? რატო ვითვალისწინებთ პაციენტის ციკლის მოსვლას? არ ვეხებით იმ დროს, იმიტომ რომ უნდა დაისვენოს ორგანიზმი, უნდა მოხდეს ცირკულაცია, უნდა მოხდეს გამოდევნა ორგანიზმიდან იმ დაშლილი ცხიმის. მე 12 პროცედურაო ერთმა მითხრა, 12 დღეში უნდა გავიკეთო. ხო, ნუ დაჩქარებული მეთოდი არ ხდება იქ. არ არსებობს. დაჩქარებული მეთოდი ამ მოცემულობას ჩვენ ვერ ვუმკურნალებთ. ამას ჭირდება დრო. ორგანიზმმა უნდა ჯერ განიცადოს სტრესი, რასაც ჩვენ მივაყენებთ, მერე უნდა მოხდეს დაშლა, მერე უნდა მოხდეს გამოსვლა, მერე უნდა მოხდეს დასვენება და რეგენერაცია და მთელი ციკლია აწყობილი.